Biznesmeni Elon Musk აცხადებს, რომ მომავალი თვიდან შეამცირებს თავის ძალისხმევას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, კერძოდ უფრო მეტ ყურადღებას გადაიტანს კომპანია ტესლაზე და შეამცირებს თავის საქმიანობას მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტში, რომელიც სპეციალურად შეიქმნა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი. ამის შესახებ ინფორმაცია თავად დაადასტურა Elon Musk-მა სატელეფონო ხაზის დროს ილაპარაკა ამის შესახებ და მოუწოდა ინვესტორებს, რომ ცოტა უფრო მეტად წინ უყურონ პერსპექტივას და არ განსაჯონ ყველაფერი ერთი დღის გამო, ასეთი კომენტარი გააკეთა Elon Musk-მა. აღსანიშნავია ის, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის გამო არაერთ სკანდალში გაეხვია Elon Musk-ი. თვითონ ამერიკაში ქვეყნის შიგნით და გლობალურადაც მას აკრიტიკებენ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის გამო, მაგალითად არაერთი პროგრამა ამ დეპარტამენტის გამო დაიხურა, მათ შორის იყო USAID და დაიწყო მასშტაბური შემცირებები, ათასობით ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა, თუმცა Elon Musk-ი იცავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს და აცხადებს, რომ ეს აუცილებელი იყო იმისათვის, რომ შემცირებულიყო შანსები და რისკები თაღლითობის, რომელიც მისი თქმით არსებობს ამერიკულ ბიუროკრატიაში უკვე წლებია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალი თვიდან უფრო მეტად აპირებს კონცენტრირებას კომპანია ტესლაზე, ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც თავად კომპანია ტესლას ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ის პერსპექტივები მოგების, რაც ჰქონდა ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას ვერ გამართლდა. პირველ კვარტალში ბევრად ჩამორჩა პროგნოზებს და ეს ყველაფერი ხდება მზარდი სავაჭრო ომის ფონზე, რომელიც დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის მოგება 71%-ით შემცირდა. და როგორც აღნიშნავენ ექსპერტები, გარდა ტარიფების გამო არსებული დაძაბული სიტუაციისა, ერთ-ერთი მიზეზი თავად Elon Musk-ი გახდა. მას შემდეგ, რაც დაიწყო შემცირებები სამთავრობო სტრუქტურებში, დაიწყო სერიოზული ბოიკოტი Elon Musk-ის და კერძოდ მისი საავტომობილო კომპანიის, გავრცელდა ვიდეოები და ფოტოები, სადაც ხდებოდა ვანდალიზმი, წვავდნენ და ანგრევდნენ ტესლას ავტომობილებს. იყო ასევე მცდელობა, შეჭრილიყვნენ ერთ-ერთ ქარხანაში, სადაც მზადდება ტესლას ავტომობილები და სწორედ ამის ფონზე შემდგომ, როგორც ხედავთ, მოხდა აქციების დაცემაც კომპანია ტესლასი. აღსანიშნავია ის, რომ მას შემდეგ, რაც Elon Musk-მა განაცხადა, რომ მომავალი თვიდან უფრო მეტად აპირებს კონცენტრირებას კომპანია ტესლაზე, უკვე ამ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ ტესლას აქციები უკვე გაიზარდა 4%-ით.